აიზიანებს ესე ქავს. აიზიანებს და რა არ შეიძლება. კონენტა ისა. მე მომწეს სასამართლო სიტყვის საშუალება. მომწეს საშუალება თქვა სიტყვა. არა სადგონია თავი. არა სადგონია თავი. აქ ამ პროცესის გარდა სხვა პროცესებიც არის და მე რა მე ისო არ შეიძლება. ჩემი გარშა შეიძლება ვთანო? არქში თქვენ მანდატურის კაცმა არ მათმევია. არ მათმევია სიტყვა. არ ვიცი ეს ცალკე და ეს არის სიტყვის შეზღუდვა სასამართლოში. მე სარჩელში მოხსენიებული ვარ უკანონოდ. მე შენ არის მეგეთქო კაცო არ მათმევია. ამის არსებობს იურიდიული ფორმა და შეიძლება სხვანაირად მიხედოთ. იურიდიული ვისთან კაცო უკანონო ხელისუფლებასთან და ბანდიტებთან. არ ვიცი ეს თქვენი ნება არ არის. ჩემი ნება რა არის მე ვიცი. უნდა ადგეთ არ შეიძლება. არაფერიც არა ჩაიშლება ეს სასამართლო და თავზე დაემხობა ყველაფერი ამ დაძირლებს. ამჯერად ეს არ შეიძლება გითხარი არ მე რა შეიძლება მე ვიცი. არ მომცა საშუალება გადამეღო ტრანსლაცია. ამიტომ გავამართლო მე ვთხოვე რომ ვიდეოს დაეფიქსირებია ის რას დაჭრის არ დაჭრის მე არ მაინტერესებს. მე ვთხოვე მოსამართლეს რომ დაეფიქსირებია ვიდეოს ყველაფერი რაც ხდება. არსებობს 1 საათით ადრე უნდა შეგეტანება ან დააკმაყოფილებდა მოსამართლე ან არ დააკმაყოფილებდა. ასე ყველას მოთხოვნა კანონი მიღებულია უკვე. რატომ მერაბიშვილი შეიძლება გადაიღო ხო? მერაბიშვილი შეიძლება და თქვენ ის ბანდიტი მერაბიშვილი გადაიღო. მერაბიშვილი და თქვენ. დიდი მნიშვნელობა ის არის ყაჩაღი მე ვარ ამ ქვეყნის პატრიოტი. აი ეს გასხოვება. სად მერაბიშვილი და სად მე შევის პატრიოტი მიყვინით. ნუ თუ შეიძლება გონური ვადაში შეიძლება მოსამართლეს დაეღო. გონური ვადა სასამართლომ რაც მიიღო ეს არის უკანონო სარჩელი რაც მან მიიღო. ეს არის უკანონო სარჩელი რაც მან მიიღო. მე ამას გავიკა სადაც საჭიროა იქ. არ შეიძლება ადიქით კი ბატონო. კი, მაგრამ ეს უკანონობა. მე სიტყვა არ მათმევია, სიტყვა მათმევია, არ გიტანაფერი. სიტყვის უფლება მოწეს. არ მომცა საშუალება. არ მომცა საშუალება, კაც გამარგო. ვთხოვე სიტყვა და გამარგო. აბარა. არ მომცა მეთქი საშუალება, წადი უგარეთ. საქმეში ვწერი ვარ მე. უჩემოდი და სასამართლო გამართოს, იმიტომ რომ არა. იმიტომ რომ ნახეს რომ 2009-ში მიწას უკანონოდ გეშინეთ ბატონო. თქვენ ახლა უნდა დააწნარდეთ. არ შეიძლება. რომელი ტელევიზია? შიდა არის. შიდა არის სამსახური. კი ბატონო, მე მინდა თქვენ მოგმართოთ პირველ რიგში აუცილებლად. საქმე რომელიც ჩემ წინააღმდეგ კასტრას გაზმააღზრა და რომელიც წარმოებაში მიიღო, არც ერთი სოფლიოში, არც ერთი სასამართლო არ მიიღებს. რამე თუ მე კასტრას გაზმა და სასამართლო მოსამართლე ონიანმა 2009 წლის 17 დეკემბერს თვლა მე დამნაშავედ. აი ამ დანაშაულის საფუძველზე დღეს ჩემ ძმას ვალერი მიქავას ჯიანდა მითითებულია გამომიტანეს საქმე გაჩვენებ მითითებულია რომ ბესო მიქავამ რომ იქ დააშავა ამიტომ ვალერი მიქავა უნდა დაისაჯო ხალხო საწერია ეგ ამას ვიტყო მე ვთხოვე მოსამართლეს რომ მე როგორც მხარე ჩავერტე რამე თუ ყველაფერი იწყება ჩემგან სასამართლომ ჩემზე გამოიტანა მე კი არ უარყოფ ჩემზე გამოიტანა სასჯელი 17 დეკემბერს მოსამართლე ონიანმა დღეს კიდე ხახმაძე აგერ მე გაჩვენებთ ეს არა მეორე დიდი საქმე რომელიც საქმე მართვეს გაჩვენებთ აქვევე ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული რამე თუ ეს საქმე არც უნდა მიიღო აგერ ბატონო აბონენტი მიქავა ვალერი ის მეორე საქმე გამომიტანა გაჩვენებთ აქ ეს არ უნდა მიიღო სასამართლოს ერთა იგივე საქმეზე ორი ადამიანი ისჯება აქ ხო აგერ ჩემოცმებო აქ მითითებულია ვალერი მიქავას მიერ გაზის დატაცების ფაქტი დადასტურებული შესაძლოა კანონის ძალაში შესული სასამართლოს დადგენილებით და დააფიქსირა დადგენილება 17 დეკემბერი 2009 წელი
ეხლა გაჩვენებ ერთი წამი რაღაც მინდა ერთი წამი და კი 2 წუთი ხო ეს დაგკი ერთი წუთი აი ეს დადგენილება ის დადგენილება არის ბესომიკავაზე ხალხო მე გერაბე ბესომიკავაზეა დადგენილება კარგი და ჩემ დადგენილებაზე ჩემს მაჟიან ეს არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული შიდა ძმა დააპირისპირონ ძმას ძმათა არა პროცესებია და ხელს უშლის სხვა პროცესებს რა კი ბატონო ხვადაბლაბით რა შეხედეთ აგერ მე ვარ თუ არა მხარე აქ საქმე ეფუძნება აი ამ დადგენილებას და მე ხახმაძე თეა ხახმაძე მე არ ცნობს აბა მაშინ საქმე არ არსებობს იურიდიულად არ შეხედე ბესომიკავაზე მე ნუ მაჩვენე სერია ბესომიკავაზე რეგისტრის ვარ მე რატო არ ვარ კაცო მე მოთხოვე მე მოთხოვე წესის არ მოხდა არ შეიძლება ბატონო რა ადაღებული და ხმადაბრად თუ შეიძლება პროცესები არა მე ეს გუშინ და ჩემო გიო რომ ის სასამართლოს 2009 წელს მიიღე დადგენილება ჩემი იცი მაგრამ რას დადგენილება აი უთხარი რას ვითხოვს ეს ტელევიზია არა ბატონო მე შიდა პრესამ კი იყო შიდა მე ვითხოვ რომ დაისაჯოს ყველა ის პირი დაისაჯოს ყველა ის პირი დაისაჯოს ის ყველა ის პირი ვინაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება 2009 წლიდან დაწყებული დღემდე დღეს რო ეს თეა ხახმაძეს ეს საქმე რო წაეკითხა მას ეს საქმე არ უნდა მიეღო და ერთამი ასტრანს გაზისთვის თავზე უნდა გადაეხია ნუ არ ვიცი მოსამართლეს კიდევ გეუბნებით აქ მოსამართლე ღმერთი არ არის მოსამართლე ღმერთი არ არის პროცესი მიმდინარეობს მე გაჩვენე საქმე ბატონო ერთი წუთი წამო გარეთ გავიდე და გარეთ ჩავწეროთ თუ გნება კი ბატონო მე აქ ჩემი ცოდს ვერ დავტოვებ მაგრამ იურიდიული განათლება ჩვენ რამე თუ ფული არ გქონდა ერთამი არა უნდა ესაგები ამდენად რამე თუ ფული არ გქონდა ჩვენ ფული არ გქონდა ამიტომ ადვოკატი ვერ ავიყვანეთ და ჩემი ცოლი რომელსაც იურიდიული განათლება არა აგერს გავიყვანთ და არა არა გამიგე არა საშუალება რომ თავიდან ბატონო პროცესი იშლება ახლა თქვენი ხმაურის გამო და აი მოიეში გადაუბძავთ ჩაწერი არა დარბაზებია აი აგერს არა მოიღოთ რა კარგი всё ეს უთხარი სააკაშვილი შევარდაძეს ხომნაკი და შენ მე მიბძავ არა გიბძავდებით არა რას გეუბნებით არა ცოტა ხმადაბა რომ всё მოვჭით რა ესე დამთროდა კაი წავედი აი წავედი всё დავიშალე ყველა და საქართველოში საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გრძელდება ტერორი ასტრანს გაზის საშუალებით რომელმაც უკანონო დააზრა საქმე ჩემი ძმის წინააღმდეგ და სასამართლო რომელმაც მიიღო საქმის წარმოებაში უსამართლო უკანონო სარჩელი ამის გამო მე მოსამართლე ხახმაძე არ მომცა საშუალება ჩემი პასუხი მიმეცა რამე თუ ჩემი მეუღლე რომელიც არის მოპასუხე წარმოდგენილი ის არის დია სახლისი მას არა აქვს იურიდიული განათლება და იმის გამო რომ ჩვენ ფული არ გქონდა და ვარ სოციალურად დაუცველები ამის გამო მოგვიწია საკუთარი თავი დავიცვა ჩვენ თვითონ იმის და მიუხედავად რომ კასტრანს გაზის წარმომადგენელი ფლობს იურიდიულ განათლებას და ელემენტარული თუმცა მზაკრულად ის არასწორად манипуლირებს საერთოდ მოცემული მასალების საშუალებით სასამართლომ ნახარა რამე თუ მე შემეძლო შემეტანა იქ გარკვეული სინათლე და სიცხადე მით უმეტეს როდესაც მე წარმოდგენილი ვარ საქმეში და საქმე აღზრულია პირადად ჩემზე 2009 წლის 17 დეკემბრის საქმეზე როდესაც უკანონოდ ონიანმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რასაც მე არ შევარჩენ და მას მოვთხოვ აი ამ საქმისთვის იქნას ეს განსჯილი არა საქართველოში არამედ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე რომ ახლა მოსამართლე ხახმაძე რომ ეს ასე მოხდებოდა და ნახა მეუღლის უშუსურობა იმ გაგებით რომ ის იურიდიულად გაუნათლებელია მან არ მომცა მე დამაფიქსირებია ჩემი სიტყვა ჩემი სიმართლე სასამართლოზე ამიტომ დღეს ეგრეთ წოდებული კოჰაბიტირებული სააკაშვილი ივანიშვილის ეგრეთ წოდებული სასამართლო აგრძელებს დევნას საქართველოს მოსახლეობის უკანონო დევნას და ზეწოლას იმ ადამიანებზე ვინც იბრძვის სამართლიანობისათვის და კანონიერებისათვის ელემენტარული ჭეშმარიტებაა და საერთაშორისო სამართლით მტკიცდება რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის დანაშაულზე აგოს სხვა ადამიანმა პასუხი ეს 2x2 4-ა ამის გამო სასამართლომ მოინდომა
ჩემს გარეშე ჩაატარო სასამართლო, ეს ნიშნავს, როგორც ყოველთვის, გახსოვთ თქვენ ალბათ, იყო ესეთი ფორმულა, ყველა -1 იყო ზვიად გამსახურდია. დღეს ეგრეთ წოდებულ სასამართლოში არის ყველა -1, ეს არის სამართალი. ამ სასამართლოზე სამართლის გარდა ყველაფერი დგინდება. მე კიდე შემდგომში იმ საქმეს დეტალურად გაჩვენებ, სადაც წერია მე ვარ დამნაშავედ აღიარებული და აი ამ დამნაშაულ აღიარებაზე თხოვენ ვალერი ნიკავას, რომელიც არის ასევე აბონენტი, რომელიც იხდის კეთილს სინდისიერად, გადასახა ჩემო ხალხებოდა. აქ უბრალოდ უნდათ ჩვენ შორის დაათესონ ძმებთა შორის დაათესონ შუღლი. მეტი სხვა არაფერი. დანარჩენზე მე სასამართლოს მერე მოგახსენებთ. განსაკუთრებული ეგეთებული სასამართლო და სამოქალაქო საქმეზე ბატონი ესაიკავას ნამდვილ ეს სამართლო კომპანიონი ანუ უბაცაცა ასკას ტრასი პლაჩივის და შემდეგ სასამართლო როგორც ყოველთვის იყო არასამართლიანი არაპროფესიონალურად მომწყობილი ინე მოსამართლეა შემხაძე რომელიც ესე იგი ასაბარაგობდა საერთოდ სასამართლოზე დეცვის მომსახურების ძალიან დაბალ ასე ვთქვათ მასე საუბრობდა რაც შეეხება იმ მოწინააღმდეგე მხარეს ესე იგი გაზის ეგეთ წოდებული იურის თუ ადვოკატ ნიკოლაიშვილის ეგეთ წოდებული დანაშაულებები ბჭყალებში რომელიც თავშად მათ იქავას მიმართ კონდათ ესე იგი წაგანებული თვითონ ესე იგი მოიხსნა მასშტაბობა და სასამართლო ფაქტურად 2010-დან გააგისრა ეგეთ წოდებული გაზის საფასურის გადახდა. თავარი ერთი რამე არის რომ ვესონ მიქავა იქნა გამოძიებული კანონოდ მოსამართლის მხრიდან გაძიებული იქნა სასამართლოს რომიდან შემდეგ სასამართლოს რომის დროს იმერეობდა საპროტესტო აქცია ვესონ მიქავას გამოაცხადა ასე ვთქვათ საპროტესტო აქცია იქ შეიკიდა მთელი ასე ვთქვათ სასამართლო ხელისუფლების ამანელები და საჯარო პირები ეთი სიტყვით იყო ძალიან დიდი სკანდალი იმისა რომ თუ რა უსამართლო სასამართლო არის თუ რას თამაშობს საერთოდ და ეს სამართლო კუბლაშვილის სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ აცხადებს იმას რომ ვაგრძელებს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი ბუნებრივია ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს ეს პოლიტიკური დაკვეთები იყო ის სადაც ნახოციელ და ბატონი ნიკავას მიმართ და შეეხება უბედურება ის არის რომ როდესაც ესენი ცხოვრობენ იმ სახში სამი სამართი ასე ვთქვათ ჭალებში გამისამართეს და განაჩენი დადინება გამოუტანეს სამოქალაქის სახელმწიფოში ვალერი ნიკავას რომელიც ვალერი ნიკავა აბსოლუტურად არ არის აბონენტი ის ვალერი ნიკავა არის სხვა ასე ვთქვათ პიროვნება რაც მიუხედავად იმისა ძმა არის მაგრამ სიტუანები არიან და ესენი სამოქალაქეები არიან ოჯახები აქვს სახელმწიფოში და მოსამართლე ქემხაძემ გააგისა მთელი ეს პასუხობა მატერიალური ასე ვთქვათ ვალერი ნიკავას რაც არის კიდევ ერთი ნონსამართლებრივი ნონსენსი კიდევ ერთი ვაჩადეთ რომ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი ვანდალიზმი ქვეყანაში არსებობს სასამართლო არსებობს მასაჯარო აღსრულება არსებობს და ჩვენ ვეძებულებთ ბატონ ნიკავას მის ოჯახს აქ საუბარია იმაზე რომ ამ ოჯახის მიმართ რომელიც ლავაშებიანია შეიძლება პოლიტიკური დევნა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მონეფრის მიღება იმასაც რომ საერთოდ ეს ეგეთ წოდებული შეკერილი საქმე საერთოდ მოიწმოს საერთოდ საქმე ამ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ უცხოეთ სოლიდარობას ვესწრებთ და კიდევ ერთხელ პროტესტს გამოდგამთ ამ სამართლის საკალათო სასამართლოს მიმართ მიუხედავად იმისა რომ შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული ასაკველია არა ამათი ფულით არამედ ევროკავშირის ფულით არის აშენებული სასამართლო გასასვლელები მაგრამ შენობა ლამაზია მაგრამ შიგნიდან ბოდიში საბჭოური მენტალიტეტის აზონების ბოლშევიკური მოსამართლეებით განზიან შეონაძისეს საკავშირის დანიშნული მოსამართლეები. ამიტომ ვაცადეთ პროტესტს ამათ იმად და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის. მე ვფიქრობდი სხვათა შორის და ვეძებდი შესატყვის სიტყვას ამ რაც განხორციელდა აქ რამოდენიმე დღის განმავლობაში და მადლობას ვუხდი ბატონ გიორგის რომ მათქვა ზუსტად ის სიტყვა სამართლებრივი ვანდალიზმი. ვანდალიზმი არის ის ფორმა, როდესაც
ერთი ადამიანის მიერ ჭყალებში ჩადენილი დანაშაულის გამო ახდენს იხდის მეორე ადამიანი. დანაშაულს თხოვენ მეორეს. ეს არის აბსურდი, სასამართლო რომ დღეს არსებობს საქართველოში რამდენაირი სახე რო ის არ იყოს ვანდალური, ამ საქმეს ის საერთოდ წარმოებაში არ მიიღებდა, ის აღზრავდა სისხლის სამართლის საქმეს, ყაზტრანს გაზზე, აღზრავდა სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე ონიანზე, რომელიც უკვე აღარ არის მოსამართლე და როგორც გავიგე გადაყვანილია და აღზრავდა საქმეს მოსამართლე დიმიტ ვრიტიშვილზე, რომელიც ამ საქმეში არიან მოხსენიებული და რომლებიც გვევლინებიან თავარ ბრანდებლად ჩემს მიმართ. მე სასამართლომ გამომეწევა იმის გამო, რომ მე სასამართლოს მოვთხოვე, მე როგორც საქმეში წარმოებული პიროვნება, საქმე იწყება ჩემით. მე არ მომცა უფლება მოსამართლეს, მე გამეცა ჩემზე პასუხი ხალხო. და ამის გამო გამომაწევა, იმიტომ რომ როგორც ქუჩაში, ისე სასამართლოში ეგრეთ წოდებული სიტყვის თავისუფლება, ეს არის ფარატინა ქაღალდი და როდესაც საქმეზე დგება, არავით არის სიტყვის თავისუფლებას ადგილი არ აქვს. ეს არის ბოდიში და ძორი შეხვეული ლამაზ კამპეთში დღევანდელი დემოკრატიული ეგრეთ წოდებული სასამართლო და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და იქნება მანამ ასე სანამ ქვეყანაში არ აღდგება კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლება, სასამართლომ არ იბრძელა არც ერთ საკითხზე, რომელიც შესაძლებელი ქალბატონ ნატო ზარქუას მიერ იქნა იქ მიწოდებული. იქ იყო პოლიტიკური საკითხები, იქ იყო დადგენილებები, იქ იყო ვიდეო მასალა, ფაქტობრივი მასალა, რომელიც ასახავდა მათ უკანონო საქციელს. ამის გამო მათ ეგრეთ წოდებულად როგორც ჭვევიათ ხოლმე ფულის ვაჭრობა დაიწყეს და 4180 ლარიდან მათ ეს 1700 ლარამდე დაიყვანეს. მათ თავი გონიათ ბაზარში, გამიგე როგორც თვითონ ბაზრის წარმომადგენლები, ეგენი არიან მოსამართლეები, ეგენი არიან ბაზრის ქალები. ცუდი გაგება და არა კაი რომ ბაზრის ქალებს მე არ ვეხები, ბაზარში ვინც მუშაობს, ერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ბაზარში მომუშავეს, იცის რომ ეს ბაზრის მომუშავეა. მოსამართლე არ უნდა იყოს ბაზრის მომუშავე, ის უნდა იყოს მოსამართლე და ის არ უნდა იყოს მხარე. ამ შემთხვევაში მოსამართლე წარდგა როგორც მხარე ყაზტრანს გაზისა და არა როგორც შუამავალი ჩვენსა და მათ შორის. ხო ქალბატონო, ორი ოდესები. ამ სასამართლო პროცესიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება რომ ვივარაუდოთ, რომ ყაზტრანს გაზის ეგრეთ წოდებული ადვოკატი და მოსამართლე წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ამ პროცესის შესახებ, იმიტომ რომ რაც ის შესაგებებელში იყო მითითებული და გაბათილებული ის ბრალდებები, სწორედ ის ბრალდებები სასამართლოს მოსამართლემ და ადვოკატმა უწევენ მოხსნეს სასამართლოს დაწყების წინვე შეთანხმებულად, რის საფუძველზეც შეიძლებოდა მოსარჩელის შეცვლა. ეგრეთ წოდებული ვალერი მიქავეს და პასუხისმგებლობის დაკისრება, ეს არის მიქავაზე ვისაც რომ ეგრეთ წოდებული მოხმარებული ქონდა ეს გაზი და როგორც ასე ვთქვათ, დანაშაულის ქონდა ჩადენილი. სწორედ ეს ფაქტი ორივე მოსამართლე და ადვოკატი უყურებენ ყველს, როგორც სასამართლო პროცესიდან გამოჩნდა შეთანხმებულად, წინასწარ ყველაფერი გაათვლილად და წაიყვანეს ისე საქმე, რომ 2010 წლიდან სადაც ფაქტობრივად გაზის მოხმარებაზე ვერავინ ვერ შეედავებოდა, იქიდან აწარმოეს სასამართლო პროცესი. და როცა მივმართე მათ რომ ვინ აგებდა პასუხს, ჯერთი სარჩელი შეტანილი იყო 2009 წლიდან, კაცო. ეს სარჩელი რა უფლებით შეიძლება მე გავაპროტესტე კიდევაც რომ იმას რა უყოთ, რაშიც მრავლს დებენ რა ის ესე იგი თქვენ არ აღიარებთ რა მომიხსნეს? მაშინ ვინ აგებს ამაზე პასუხს არის მათ არც დაინტერესებულა და არც აინტერესებთ. მათ მხოლოდ დაინტერესებდათ როგორმე დაეკისრებინათ ჯარიმა. და მიაღწიეს, არც მიაღწიეს რა ვის კითხეს რომ გამოვიდანეს კიდევაც თავიანთი. აი ესე როგორც 2009 წელს არც არავისთვის რუკითხა. მაშინ იყო სააკაშვილის
მამაცმავლური ხელისუფლება, როგორც ბატონი გიორგი ბრძანებს, ეს არის მაფიოზურ-კლანური ხელისუფლება, არაფერი არ შეცვლილა. ეხლაც მოსამართლეები იცავენ კერძო სექტორების ინტერესებს, ეგრეთ წოდებული და არა მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. იცავენ უცხოთმაცაცების, შვილი მაფიური დაჯგუფებების ინტერესებს და გაცოდებული და გაუბედურებული მოქალაქეების პასუხი ვერც იმის ადვოკატმა გამცა, ვერც მოსამართლემ პასუხი 80 მილიონიან დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს მიმართ აქვს ამ ტრანსგაზს, ამაზე ვის ახდები და რომელი სასამართლო და როგორ ახდევინებენ ამას? იხდიან რომ საერთოდ და თითოეულ ქალაქეს კიდევ ლარზე და ორ ლარზე კაცრავად გაიყინოს მოსამართლემ თუ არ იხდი, უნდა გაიყინო კიდევაცო. დიახ. ძალიან კარგი. ვინ გაიყინება იმას ახავს ალბათ მე. საქართველოს მოქალაქეები გააწირეს გაასაყინათ. და შეაგდეს იქ კარვებში სადღაც ასევე მინდა ჩაბატონა სასამართლოზე არ ვიყავი და მე მაინტერესებს სასამართლო დაადგინა არსებობს ესეთი ვინმე აბონენტი ვალერი ნიკავა არსებობს რომ იმიტომ რომ ხელშეკრულება წარადგინეს არა ზეპირი არა ზეპირი ხელშეკრულება ვისთან სასამართლომ გააკეთა ასეთი მანევრი მან რეალური აბონენტი ან მომხმარებელი არ ცნო გააყალბა აბონენტის ვინაობა მისი ძმის სახელითა და გვარის მოშლენიებით. მაშინ როდესაც მას არავითარი გარდა ნათესაური კავშირის ამოჯახთან არაფერი არ აკავშირებს, არავითარი მატერიალური ანგარიშვალდებულება მას არ გააჩნია ამოჯახიდან არც სახელმწიფოსთან და არც ამოჯახებთან. ეს რატომ მოხდა? იმიტომ რომ ძმათა შორის წარმოიქმნა სული. ძმა გადაემტეროს ძმას. მაგრამ რატომ აწყობს ეს? ხოდეში ამ სიტყვაზე. რატომ აწყობს ამ ხელისუფლებას ძმათა შორის ტრობა? ეს ხომ მშვიდობით მოსული ხელისუფლება? ეს ხომ მშვიდობის გაძლიერებისა და ქვეყნის აყვავებისათვის მოსული ხელისუფლება? ესე იგი, რაღაც სხვაშია საქმე და რაშია საქმე, ამასაც მოგახსენებ. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს უზენაესი სასამართლო. ხო გვაქვს? კუბლაშვილი. აი მე მინდა მიმართო მას ბატონ კუბლაშვილი, მინდა მიმართო. როგორ ახართ თქვენ, რა უფლებამოსილი ხართ, იყოთ უზენაესი? როდესაც თქვენ არ ახავთ უზენაესი საფრთხე. საიდან ახავთ თქვენ უზენაესი? თუ არ ახავთ თქვენ დამადგინებელი ხელისუფლება უზენაესი საფრთხეს მეშვეობს, რომლის უფლებამოსილება რეალურად შეწყვეტილია. და თუ თქვენ მართლა ხართ პატრიოტი, ქვეყნის შვილი, უბრალოდ ქართველი ვაჟკაცი, აქედან უნდა მიმართოთ თქვენი მოღვაწეობა, რომ იურიდიულად და სამართლებრივად აღდგეს დაიწყოს უზენაესი საბჭოს ხელისუფლებისათვის დაბრუნება მისი უფლებების. მის მიერ მოხდეს საქართველოში არჩევნების ჩატარება ყველა იმ პოლიტიკური მონაწილის მიერ მონაწილესთან ერთად, ვინც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში არ მონაწილეობს. აი მაშინ თქვენ გეყოლებათ ნამდვილი სასამართლო და არა ისე როგორც ეხლა მოხდა არც ისე დიდი ხნის წინათ, რამდენიმე თვე არის გასული, რომ თითქოს სასამართლო აიწმინდა და გახდა ნამდვილი. აქტიურად დღევანდელი სასამართლოს მცველობამ ჩვენ დაგვანახა, რომ ეს არის არაკანონიერი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების უკანონობათა დამცველი და არა მოქალაქეთა ინტერესების დამცველი. ბევრი რაიმე შეიძლება ითქვას, მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელი არის გამართოს ის, რომ
დღევანდელი კადრები მოსამართლებისა და არა დღევანდელი უკვე ბოლო უკანასკნელი განსაკუთრებით 10 წლის განმავლობაში არიან აბსოლუტურად გამოუცდელი თითქმის უწიგნურნი. მე არ ვიცი სადა აქვს მათ დამთავრებული და აქვს თუ არა რაიმე დამთავრებული ეს სასაკვირველია მათი გაფორმების დროს იქნა განხილული მაგრამ სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული და მთელი სასამართლო ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეთა დაცვას, ტერორს, გამუდმებულად მათი უფლებების წართმევას კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით. სანამ არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება, მანამდე ეს სასამართლო არის მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებების მატარებელი და მეტი არაფერი. ის ვერ განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, რომელიც ჯერ კიდევ 91 წლის გადატრიალების შემდეგ მიდის სულ უფრო უკან და უკან, ხოლო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასე ვიტყოდი, საერთოდ მიდის გეგმაზომიერი რღვევა სახელმწიფოებრიობისა. საქართველოს სახელით ხდება ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციების იგნორირება, დავიწყება და განადგურება. მე დავუმატებდი ქალაქმანასთან ზანელეს. ასეთი ამბავი ხდება სამოქალაქო ადმინისტრაციულ საკითხებში, საქმეებში. წარმოგიდგენიათ რა ხდება სამართლის საქმეებში, რომელიც რამდენი უდანაშაულო ადამიანი გაკავთ ციხეებში. 10,000. აი რაღაც უბედურება ხდება და აი ამით როგორც იტყვიან, მე სიტყვას იქიდან გავაგრძელებ, დიახ, ზუსტად ასეა. თვით კომისიაც კი არსებობდა შევარდნაძე სააკაშვილის პერიოდში შეწყალების კომისია, რომელიც ასევე თურმე არ შეწყალების კომისიად არის ახლა წოდებული. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს, იცით რა, გაუგონარი უმეცრება, გაუგონარი უპატიოსნება, გაუგონარი უკანონობა იქნა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, პირველი იყო გამოძევება იმ ადამიანისა, რომელიც საქმეში აშკარად ჩანს, რომ ეს გახლა მის მიმართ არის, ესე იგი, ერთ ნაწილში არის მის მიმართ აღძრული საქმე, მეორე ნაწილში არის მისი ძმის მიმართ, ესე იგი, ყველაზე სასაცილო სატირელი რომ არ იყოს საქმე ის გახლავთ რომ ესე იგი მიღებული აქვს ისეთი კანონების კასკადი სადაც ესე იგი ზეპირი ხელშეკრულებებიც არსებობს და ეს ბუნებაში არ იცის იურისპრუდენცია მაგრამ ეს მაინც არსებობს ის შემოვიდა სახში ვიღაცა დაინახა მის მიმართ რაღაცა სახელი არ ყოფილა ეგეთის ფაქტი არა ფაქტი არ ყოფილა მაგრამ თქვათ რომ შემოვიდა სახში ვიღაცა დაინახა და მის მიმართ აღძრეს საქმე მან არ მოიკითხეს იდენტიფიცირება არ მოახდინეს არც ერთი პიროვნებისა არც ბესარიონ მიკავასი არც ვალერი მიკავასი და აი ასე ზეპირად და რომ ეს პოლიტიკური დევნაა ამაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი იმიტომ რომ ეს ფეხდაფეხ ეს პროცესები ყველაფერი გალბატონმა ნატალია მიქ ვთქვათ იმითი დროის სიმცირის გამო თუ რის სიმცირის გამო არ ვიცი დროის სიმცირე როგორ შეიძლება სასამართლოში იმიტომ რომ ის გალბატონი რომელიც სრულიად უნიცი იყო და რომელიც რა თქმა უნდა ალბათ ვიღაცას უთანხმდებოდა რა ეკნა ამ გამოვვალ მდგომარეობაში ესე იგი ვერ განხორციელდა ის იმის თქმა რომ ეს ყველაფერი ბატონი ბესარიონის პროტესტი იმის მიმართ რომ ის არ იყო და ის არ იყო რომ იგი მიტაცების სურველია გაზის მიტაცების და სახელმწიფო ბიუჯეტს რაიმეს პარავს ამხანაგებოდა ძვირფასო საზოგადოება ქართულ საზოგადოებას მიმართა დღეს აი დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას ამ წუთას დაფიქსირდა მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტის მასში რეზიდენციაში სრულიად გადაუხდელი გაზის გადასახადის შესახებ გაცხადდა ეს ამბავი ხო აბსოლუტურად და ეს გაცხადდა მაგრამ ამის გამკითხავი ამისი სასამართლოს არჩევის არავითარი რეაგირება არ იქნება და სამაგიეროდ აი ასეთ ადამიანებს უკაცრავად პოლიტიკურად მდგრადს პიროვნება რომელიც ისავს სამშობლოს ღირსებას და ეს არ გახლავთ ეს პროცესი და ეს საქმე მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი საქმე და ყველა ქართველმა კარგად იცოდეს რომ ყველას კარზე არის მოკაკუნებული უკვე მიკაკუნებული
ძალიან ბევრმა ტოლურმა კიდეც თავისი უსახსრობის გამო თავზე ბენზინი გადაიწყდა და თავი დაიწვა და უამრავ ადამიანმა თავი ჩამოიჭრა და აი აქ როდესაც ეს ადამიანი ასეთ პროტესტს აცხადებს და ყველამ გაიგოს რომ ყველას კარზე არის მომგარი ეს უბედურება იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს კარგავს ყველაფერს ტერიტორიას ენერგეტიკას, გაზს, წყალს, წიაღისეულს და ყველაფერს და ჩვენ რაც უკვე განხორციელებულია